ინფორმაცია ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღონ ყოველდღიური გადაწყვეტილებები და დიდი გადაწყვეტილებები. უნდა შეისწავლოთ ყველა შენი მომხმარებლის ცხოვრების წესი, იმისთვის, რომ კარგად გაიაზრო, აბა თავარ მისიას ინფორმირებას და განათლებას როგორ მიაღწევთ. თუ კი ჩვენ მუდმივად არ ვიქნებით იმის მოკვლევის პროცესში, რომ აი როგორ დავხვეწოთ ჩვენი საშუალებები, ჩვენ ამ ფუნქციას ვერ შევასრულებთ. ეს ახლა პასუხისმგებლობაც არის, იმიტომ რომ შენ გაფინანსებ საზოგადოება, შენ მას ემსახურები. გარდა იმისა, რომ ზოგადად როგორც მედია საზოგადოებას ემსახურები და ეს არის შენი დანიშნულება. აქ პირდაპირ საზოგადოება გიხდის ფულს. რა ინფორმაცია და გამოცდილება აქვს ქართულ საზოგადოებას მედიის მაღალი სტანდარტების შესახებ. ისო Brexit-მა გამოიწვია პოლარიზაცია საზოგადოებაში და როგორ შეიძლება ჩვენ როგორც BBC-მ შევქმნათ უფრო მეტი სადისკუსიო პლატფორმა, რომ ჩვენ როგორც ბრიტანული საზოგადოება დაუბრუნდეთ იმის გააზრებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს და არა იმას, რაც ჩვენ გვხლიჩავს. გამარჯობა, ეს არის პროგრესული პოდკასტის მორიგი გადაცემა და დღეს ჩვენ საუბრობთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივ მაუწყებლის როლზე, მის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი რუსტამ ფანოზიშვილი და ჩვენ სტუმრად გვყავს ნათი აბრამია, რომელიც არის BBC-ის სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის მენეჯერი და ის მუშაობს 20 წელია თითქმის BBC-ში სხვადასხვა პოზიციებზე. ნათია, გამარჯობა. მადლობა, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ. მოკლედ ვიტყვი წინასწარ რაზე გვინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, ვისაუბრებთ საზოგადოებრივ მაუწყებლის როლზე, ასევე იმ საკითხებზე, რაზეც შეიძლება კითხვები დავსვათ და ვეძებოთ გამოსავალი თუ რა ხდება დღეს საქართველოში ამ კუთხით და ამ მიმართულებით. მედიის როლი და საზოგადოების მონაწილეობა, რასაც პრინციპში დღეს ვხედავთ ზუსტადაც, აი ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით, რაც შეიძლება იყოს ხედავთ ზუსტად საზოგადოების მონაწილეობას მედიის მიმართ მოთხოვნების წაყენებაში, როგორ ხდება ეს ურთიერთქმედება და როგორ არეგულირებს ეს ორი ინსტიტუცია, ხო, ერთმანეთს და ასევე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ იმედია, კონკრეტულად როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ ასრულებს თავის როლს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს BBC, რომელიც არის დაბლა რომ ვთქვათ ისტორიული მაგალითი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ, ნუ ხა ეს ჩემი აზრია. ზოგადად, ანუ რა კონცეფცია დგას ამ ყველაფერს უკან, რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა დანიშნულება აქვს მას, ამაზე რომ ვისაუბროთ. როდესაც 100 წლის წინ დაარსდა BBC, მაშინ ძალიან ესე მოკლედ და მარტივად განისაზღვრა, რომ BBC იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის მოვალეობა იქნებოდა ხალხის ინფორმირება, განათლება, გართობა. აი ამ თანმიმდევრობით. და ამ პრიორიტეტებით, ანუ გართობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება. განათლება არის მეორე ინფორმირების შემდეგ, იმიტომ რომ ინფორმირება ყოველ წუთს და ყოველ დღე არის საჭირო. და ფაქტობრივად 100 წლის განმავლობაში ამას ბევრი ვერაფერი ვერ მიუმატეთ სოციქსელების გაჩენასთან ერთად დაემატა უკვე engagement-ი, რომ ეს ორმხრივად უნდა გქონდეს ურთიერთობა საზოგადოებასთან, მაგრამ ძალიან მარტივია ის თუ რას ვემსახურებით ჩვენ. ინფორმაცია ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღონ ყოველდღიური გადაწყვეტილებები და დიდი გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი წარმომადგენლობითი მონაწილეობა დემოკრატიული სახელმწიფოს მართვაში, განათლება მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესად იცხოვრონ და თავიანთი თავის უკეთესი ვერსია გამოავლინონ, თავიანთი შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ და გართობა, რა თქმა უნდა, სჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ის საშუალება, რომლითაც ჩვენ ვართ მათ გვერდით, ჩვენ ვართ მათი ოჯახის ცხოვრების ნაწილი და აი როდესაც ჩვენ პროგრამირებას შეხედავ მაგალითად BBC-ის პროგრამირებას, პირდაპირ გაზდევს ეს ყველაფერი პროგრამას, ანუ აი გართობის სეგმენტში და მთელ ოჯახთან ურთიერთობის სეგმენტში გვაქვს იქ ოლიმპიადა, სპორტული ღონისძიებები, ეს იქნება ეს რაღაცა კულინარიული შოუები თუ რაღაც შეჯიბრებები, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ აი მთელი ოჯახი ერთდროულად გაართო და იყო იქ, სადაც ერთად უზის რამდენიმე თაობის ადამიანი ტელეეკრანს, მაგრამ ეს ხო ძალიან მცირე ნაწილია.
იმ ყველაფრის, რასაც შენ გინდა რომ მიაღწიო და ოკეი უნდა შეისწავლოთ ყველა შენი მომხმარებლის ცხოვრების წესი იმისთვის რომ კარგად გაიაზრო აბა თავარ მისიას ინფორმირებას და განათლებას როგორ მიაღწევ. ანუ საზოგადოების ნაწილი ის ნაწილი, რომელიც სკოლის მოსწავლეა, როდესაც სკოლის პროგრამის ადაპტირება უფრო ნელა ხდება, ვიდრე არის საზოგადოების დაკვეთა მაგალითად, ხო? ეგრევე ჩვენ მობილიზებას ვაკეთებთ, რომ აბა საგანმანათლებლო პროგრამები ჩვენ შექმნათ, აბა სტუდენტები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები შემოვიდნენ და ჩვენთან მიიღონ. ამ პირიქით, როდესაც კვლევა გამოავლენს იმას, რომ პენსიონერებში ინტერნეტის მოხმარების ტემპი დაბალია, ნუ ძველ ამბავს ყვების შედარებით, მაგრამ ესე იგი ეს არის განათლების საჭიროება საზოგადოებაში და ეხლა აქ ვჩნდებით ჩვენ. როცა თავისთავად ცხადია, უფრო მარტივია, როცა არჩევნებია და აქ არის ინფორმირება საჭირო, ან ყოველდღიურ სიტუაციაში, როდესაც ამდენი fake news-ია, ასეთი გარემოა და აქ არის საჭირო, რომ ადამიანები იყვნენ სწორად ინფორმირებული, იქ ვართ ჩვენ. ანუ ძალიან მარტივია, ეს სამი ამოცანა ინფორმირების, განათლების და გართობის, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. თუმცა ამ სიმარტივესთან ერთად ძალიან რთულია, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება არის ძალიან მრავალფეროვანი. ინფორმაციის მოხმარების სტილი და ჩვევები არის განსხვავებული. განათლების საჭიროებებია განსხვავებული და თუ კი ჩვენ მუდმივად არ ვიქნებით თვითგანვითარების პროცესში და გაუმჯობესების პროცესში, თუ კი ჩვენ მუდმივად არ ვიქნებით იმის მოკვლევის პროცესში, რომ როგორ დავხვეწოთ ჩვენი საშუალებები, ჩვენ ამ ფუნქციას ვერ შევასრულებთ. ფურცელზე პრინციპში ხო, ანუ ჩვენც BBC-საც უწერია თავისი ღირებულებები და პრინციპები და რაღაც სტრატეგიის მონახაზი კანონშიც წერია საქართველოს კანონში მაუწყებლის შესახებ, რა დანიშნულება და ფუნქციები უნდა შეასრულოს მან და იქ ძალიან კარგი ვიტყოდი, რომ BBC-ზე უფრო დეტალურად არის, ორივე ვნახე, ჩამოწერილი, ძალიან დიდი სია, მრავალფეროვნების დაცვა, ეთნიკური მრავალფეროვნები, ასაკობრივი და ასე შემდეგ, რომ ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ზოგადად საზოგადოების ძალიან დიდი პრეტენზია არის სწორედ იმაზე, რასაც ვთქვათ, რაღაც ჟურნალისტების ნაწილიც ეთანხმება, რომ ამ ლამაზად და ძალიან სკრუპულოზურად ჩამოწერილ დანიშნულებებს ვერ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რაღაცა რეგულაციები, რაღაცა ურთიერთ checks and balances ხო ალბათ არსებობს, რაღაცა წესები კონკრეტული, რის მიხედვითაც იმას, რაც ფურცელზე არის ჩამოწერილი, უკვე BBC-ში არსებობს ამის კონკრეტული ტრადიცია და რეგულაციები, როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს ყველაფერი შესრულდა. რა მაგალითები შეიძლება რომ მოვიყვანოთ? ეს არის მთავარი, რომ როგორ გავიგოთ შესრულდა თუ არა. რასაც ამბობ, ხო? მაგალითად, მე შეიძლება როგორც ადამიანს მქონდეს ამოცანა, რომ ვიყო ჯანმრთელი. მაგრამ ეხა ხო უნდა ჩავშალო ეს, რისგან შედგება ჩემი ჯანმრთელობა. გულის ჯანმრთელობას როგორ გავუკეთებ მონიტორინგს და რა მაქვს საბაზისო მონაცემი. მინდა რომ ვიყო უფრო ფიზიკურად ძლიერი, მოქნილი, სპორტული. მაგრამ რა მაქვს, რითი ვიწყებ, რამდენი კილოა, რამდენს დავრბივარ, რამდენი წუთის მერე ვქოშინდები. ანუ ეს საბაზისო მონაცემები ხო უნდა მქონდეს და მე უკვე ვადგენ რაღაცა პროგრამას და მე ისევ იგივე მონაცემების თვლას ვუბრუნდები, რომ გავიგო, რომ მე ეს გავაკეთე და მე ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გადავედი, მე უფრო უკეთესად ვიკვებები, მოახდინა თუ არა გავლენა იმ პარამეტრებზე, რაც მე ვთვლი, რომ არის ჯანმრთელობის მაჩვენებელი პარამეტრები. ჩვენ ესთიც მხრივ გვაქვს ეს იდეა, რომ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელი, გვინდა ვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მოემსახურება მრავალფეროვნებას, ეს ყველაფერი თითქოს რაღაცა ლამაზად გაწერილია. მაგრამ არა გვაქვს ნიუანსები, არა გვაქვს ეს დეტალები, რისგან შედგება მრავალფეროვნება და საიდან გავიგებთ, რომ არის მრავალფეროვანი თუ არ არის მრავალფეროვანი და როდესაც ამ მრავალფეროვნების იდეას ვემსახურებით, ჩვენ მე თვითონ ხომ მჭირდება რომ ვთვალო, რომ ნახე უკეთესად მივდივარ, უარესობისკენ მივდივარ და ამ შემთხვევაში შემდეგ ვართ დამოკიდებული იმაზე, რომ საზოგადოება გაბრაზდეს
რაღაც ინტუიტიურად მიხვდეს, რომ არ ხდება მისი მსახურება და მივიდეს და კარებთან დაიწყოს ყვირილი, რომ შემიშვით, გამაგონეთ ჩემი ხმა. და ამ საზოგადოებას ამ შემთხვევაში მხოლოდ თავისი ინტუიტიური ბრაზი და თავისი ეს ხვდება, რომ არ ემსახურებიან. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დროს პასუხობს, რომ როგორ არ გემსახურებით, ჩვენ ეს გავაშუქეთ, ჩვენ ისიც გქონდა ეთერში, მაგრამ თვითონ მათ თუ არ აინტერესებთ, რომ ითვალონ და უყურონ, როგორ ემსახურებიან ამ საზოგადოებას და თუ ემსახურებიან, რატომ მოვიდა ამდენი გაბრაზებული ადამიანი მათ კარებთან. ან თუ არ უყურებენ, რატომ არ უყურებენ? იმიტომ რომ არ გვეყურებენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია ეს მომენტი, რომ აი ჩვენ ეს თემა გავაშუქეთ, ეს იგივე რომ აი მე ვთქო რომ მე გუშინ წინ რა ვიცი, ვიბანავე, ამჭამე. ანუ მე ხო მუდმივად რაღაცას ვემსახურები და ეს მუდმივი მსახურება არის შენი საზოგადოების და შენი აუდიტორიის მსახურება. ამ მსახურებაში შენ თავს ამოწმებ, რომ მე როსო შენ ამბავი მოგიყევი, შენ რა გაიგე ამ მოყოლილი ამბიდან, შენ გამოგადგა ეს ამბავი, შენ ეს უკეთესად გამოიყენე რაღაცისთვის, რომ მე შენ გააუმჯობესო, მე რო ეთნიკური უმცირესობისთვის გავაკეთებ გადაცემას, ისინი უყურებენ, ისინი არ უყურებენ, მე მოვახერხე იმ პრობლემების გაშუქება, რაც ვინმეს გამოადგა ჩემი მოყოლილი ამბავი, ან უკეთესი გადაწყვეტილების მიღებისთვის, ან რაღაცა ცხოვრებაში, რაღაც უკეთესობის მიღწევისთვის. რა არის ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც მე შევქმენი. ანუ კადრსინქრონი ხო არ არის კადრსინქრონს ჩვენ ვეძახით ეს გაშუქებას როდესაც მხოლოდ კადრებით და ერთი მოკლე 20-30 წამიანი ინტერვიუთი შემოიფარგლება რაღაც. ეს კადრსინქრონი ხო არ არის ჩემი მიზანი, ან სიუჟეტი 2 წუთიანი ხო არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია საზოგადოებრივი სიკეთე, საზოგადოების შეიარაღება ინფორმაციით და განათლებით და მე თვითონ ვარ ამ შემთხვევაში მოტივირებული, რომ გავიგო ეს სიკეთე მე მივეცი თუ არა საზოგადოებას. და აი ამას ვერ ვხედავ. ამას ვერ ვხედავ ჩვენ საქართველოს შემთხვევაში. ეხლა ჩვენ როგორ ვიგებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომ როგორ ვიგებ. აი საქართველოს შემთხვევაში მე მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან მარტივ რაღაცას ვეტყოდი, რომ აი ტიტრები ხო ეთერში ყველა ვინც გამოდის, აქვს ტიტრი და არის რომ გამოვიდა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკოსი, რა იყო მისი თანამდებობა. აი Excel ფაილში უბრალოდ რომ შეყარონ ერთი თვის განმავლობაში ეთერში გასული ადამიანების ტიტრები. მარტო ეს რომ ვინ ჩანს ჩვენს ეთერში და აი სვეტებად მიუმატონ პოლიტიკოსი, არა პოლიტიკოსი, პოლიტიკოსი ოპოზიციიდან მართველი პარტიიდან, არა პოლიტიკოსი, საზოგადოების წარმომადგენელი თუ ექსპერტი, თუ ჩვეულებრივი ადამიანი. და აი უბრალოდ აი ეს Excel ფაილი ერთ გრაფაში დაინახონ, ვინ ჩანს მათ ეთერში. როცა დაინახავენ და დარწმუნებული ვარ დაინახავენ, რომ ჩემი ინტუიტიური ვარაუდით ალბათ 80% იქნება პოლიტიკოსი. ჩვენი საზოგადოების 80% ხო არ არის პოლიტიკოსი. ანუ ჩვენი საზოგადოება იქ არ ჩანს. შემდეგი ამოცანა რა არის, რომ შემდეგ თვეს გქონდეს 70%. იმის შემდეგ თვეს 60%. ეხლა ამას თვის ბოლოს ხო არ დაითვლია რა, რომ 70% და ჩამოხვედი თუ არა ქვემოთ. ყოველ კვირას ითვლი, რომ შევამცირე თუ არა პოლიტიკოსების რაოდენობა ეთერში, გავზარდე თუ არა საზოგადოების რაოდენობა ეთერში. უმარტივესი მთვლელებით მუდმივად ვითვლით, ვაღწევთ თუ არა ჩვენს მიზანს. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ეს არის ერთ-ერთი მთვლელი, აი რეიტინგის თვალზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა, მაგრამ ერთ-ერთი არის, რასაც ჩვენ ვეძახით 50-20-12. ეს არის ბრიტანულ საზოგადოებაში 50% ქალია, 20% ეთნიკური უმცირესობის წარმოადგენელია, 12% შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ანუ ჩვენს ეთერში, ჩვენს გადაცემებში 50-20-12 უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ საზოგადოება ასეა წარმოდგენილი. ეხლა ჩვენ რომ მარტო რეიტინგი ვთვალოთ, ჩვენ ვიქნებით შესანიშნავ შოუებზე ორიენტირებული და ძალიან კარგად გამოგვივა. მაგრამ არა, ჩვენი პირველი მთვლელი არის საზოგადოების გამოკითხვა და აქ არის ტარგეტი. 10-დან 9 ადამიანმა უნდა თქვას, რომ BBC არის მათთვის. ანუ თუ კი ხო, ეს არის კითხვა. გრძნობ თუ არა, რომ BBC არის შენთვის.
10-დან 9 ადამიანმა უნდა თქვას, რომ ის გრძნობს, რომ BBC რაღაც ფორმით ემსწრებს და ეს არის ძალიან ესეთი დეტალური ჩაშლილი კვლევა, რომელსაც მუდმივად ვაკეთებთ. ეს არის პირველი. რამდენი ხანში ერთხელ აკეთებ? თვეში ერთხელ კეთდება ეს და 10-9-ზე ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს. იმიტომ რომ მე როდესაც საზოგადოება მიხდის ფულს და მაძლევს თანხას, მაძლევს ჩემს ხელფას, მაძლევს რესურსს, რომ მე ვიმუშაო და იქიდან 10-დან 9 ადამიანმა თუ არ მითხრა მე, რომ მე მისთვის მუშაობ, ესე იგი ვერ გავაგრძელებ მუშაობას, ხო, ხვალ აღარ მომცემს იმ რესურსს, რითაც მე მასულდგმულებს და მაცოცხლებს. შემდეგ გრძელდება უკვე რეიტინგი. რეიტინგი 10-დან 8 ადამიანი თვეში ერთხელ უყურებს BBC-ს, მაგრამ 10-დან 8 თვეში ერთხელ, როდესაც უყურებს, შეიძლება ეს უყურებს შოუს, შეიძლება უყურებს რაღაცა იმას, რა ქვია, სერიალს და დაჯდა და 5-ვე სერიას ერთდროულად უყურეთ. ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. 10-დან 7 კვირაში ერთხელ უნდა მოიხმაროს ჩემი პროდუქტი. ანუ აქ მე ჩემ თავს ვაკონტროლებ, ჩემთვის აი ეს 10-დან 8 საკმარისი არ არის, იმიტომ რომ მე თვითონ ხო ვიცი, რომ მე მარტო სერიალით და მარტო გართობით, ანუ ხო დავიწყეთ ჩვენ საუბარი იმაზე, რომ ინფორმირება, განათლება, გართობა და 10-დან 8 როცა თვეში ერთხელ უყურებს, აქ შეიძლება მე გამეპაროს და ჩემი გართობილი ხალხით დავკმაყოფილდე. არა 10-დან 7 კვირაში ერთხელ მიყურებს. ეხა უკვე ამას ჩაშლას უკეთებ. ჩაშლას უკეთებ იმდენად დეტალურად. ადგილების მიხედვით. რა თქმა უნდა, ინტერნეტი მაძლევს და ჩემი ვებგვერდი და პორტალები მაძლევენ ძალიან დეტალურ ინფორმაციას და აი ამ დეტალურ ინფორმაციას მე მუდმივად ვიყენებ იმისთვის, რომ ვამოწმო ჩემი თავი. როდესაც მე ექიმთან მივდივარ და ექიმი მიზომავს სიცხეს, მიზომავს წნევას, მე და ექიმს ხო არ გვინდა რომ თავი მოვიტყუოთ. და ვთქვათ, რომ არა, აი, სარი, რა კარგი ტემპერატურა დაფიქსირდა ყონჩახ. ჩვენთვის ხო ეს რესურსია, რომ გავიგოთ, სად გვტკივა. აი, ეს არის ჩვენთვის კვლევა, რომ ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენ თავს, სად გვტკივა, სადმე რამე ხომ არ გამოგჩა, ხომ არ არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რასაც ვერ მივწვდით. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა ის, რომ აი ეს თემა გაშუქდა. მთლიანობაში ძალიან საინტერესოა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მენიშნებდი, რომ ზოგადად ძალიან პრობლემურია ჩვენთან ხშირად ვსაუბრობთ ამაზე ყველა პრინციპში. აი ვინ ყავს სტუმარი და შესაბამისად რა თემაზე ლაპარაკობ. ნუ კავშირშია ხო და აი ამ თემატიკაზეც ანუ უკავშირდება უკვე ეს თემატურ მრავალფეროვნებასაც. აჰა. და რამდენად მრავალფეროვნად არის ჩაშლილი ჩვენს ქართულ მედიაში, განსაკუთრებით სამაუწყებლო მედიაში და განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე თემატური მრავალფეროვნება, ის თემები, რაც ადამიანებს აინტერესებთ. და არა, ვთქვათ, ის რაღაცა მიმდინარე აჯენდა, რომელიც დღეს რომელიღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა შემოგთავაზა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკას რაღაცისგან მიჯნავთ და ვთქვათ, რა ვიცი, ჯანდაცვის პრობლემები არ არის პოლიტიკის ნაწილი, ხო? ამ თემას დაუბრუნდებით, უბრალოდ მინდა ერთი ჩაგეკითხო კიდევ, ანუ ერთი მხრივ აღწერეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც პლატფორმა, რომელიც ემსახურება საზოგადოების მრავალ ფენას, ზუსტად ეს მრავალფეროვნება რო გავიაზროთ, ამას წყვეტს მაქსიმალურად კვლევებით, აკონტროლებს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ საინტერესოა ზუსტად აი იმ ადამიანების ნაწილი, იმიტომ ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე, ვინ მუშაობს და როგორ არჩევს მაგალითად ვინ მუშაობს? თანამშრომლებს. საერთოდ საინტერესოა, როგორ ჯგუფდებიან ის ადამიანები, ვინც იღებს გადაწყვეტილებას რა გაშუქდეს. იმიტომ რომ ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხო, გასაგებია რომ კონკრეტულ ღირებულებებზე დაყრდნობით, რაც არის ახალი ამბის ღირებულებები და რაც აქვს მაგალითად BBC-ს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ეს ხო ვიღაცის სუბიექტური გადაწყვეტილებაა, ცოტა რომ ჩაუღრმავდეთ, ხო, კი, მედია ობიექტურია, მაგრამ ეს შედგება რაღაცით კონტროლირება როგორც ადამიანების სუბიექტურობაც, ხო? და ამ ხრივ საინტერესოა ზუსტად აი ის თუ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ასევე როგორ ხდები ისა და აი მაგალითად
სენიორ პროდიუსერი იყავი, ხო, დიდი ხნის განმავლობაში. როგორ ხდები, როგორ გენიჭება ეს პასუხის, ანუ ეს უფლება, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ შენ მიიღო გადაწყვეტილებები იმაზე, რომ აი ამ ხელა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბელს გადაუწყვიტო, ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ გადაცემაზე, რა გაშუქდეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნუ ესე მარტივი, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოვიცავთ ამას, მაგრამ რამდენიმე მაგალითით აი შევეცდები, რომ ანუ არის თეორია ერთის მხრივ და ეს არის რაღაცა დისერტაციების და ინსტიტუციების სამუშაო თემა და არის რაღაცა, რასაც შენ უკვე შენი მუშაობით იცი და გრძნობ და აი ცოტა ამის გადმოცემას შევეცდები რამდენიმე მარტივი მაგალითით, იმიტომ რომ მთლიანად რა თქმა უნდა ამ თემას ვერ მოვიცავ. ერთი ვინ მუშაობს? BBC-ზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პრივილეგია. ძალიან დიდ წილად კემბრიჯის და ოქსფორდის დამთავრებულებს ახერხებდნენ რომ მოხვედრილიყვნენ. ამიტომ მათი BBC-მა აქცენტიც დაამკვიდრა თავისი ეს RP, რომელიც received pronunciation, რომელიც იყო უკვე ძალიან დახვეწილი ინგლისური და დასაწყისში ეს იყო საჭირო. მაგრამ აი ამ დახვეწილი ინგლისურით და აი ამ ოქსბრიჯ დამთავრებული გუნდით გაიხლეჩვა მოხდა BBC-ს და დანარჩენი საზოგადოების და არ ლაპარაკობდა დანარჩენი საზოგადოება იმ ენით, რა ენითაც ლაპარაკობდა BBC და აი ამ ეს გახლეჩვა გახდა უდიდესი პრობლემა. და ანუ 19 წლის წინ, როდესაც მე დავიწყე მუშაობა, მაშინ მაგალითად სადღაც 6 კვირა 3 თვე უნდა უხელფასოდ გემუშაო იმისთვის რომ პირველი შემოთავაზება გაეკეთებინათ რომ გახდი გუნდის წევრი და ვინმე ავად თუ გახდება დაგირეკავთ. აი ეს მე პირადად ესეთი ფორმატით, ესეთ კონტრაქტით დავიწყე მუშაობა, მაგრამ აი იმისთვის რომ ვინმე ავად რომ გახდებოდა ჩემთვის დაერეკათ, მე უნდა მცოდნოდა ხო იმ გადაცემაზე მუშაობა და ამ გადაცემაზე მუშაობას არავინ არ მასწავლიდა, უფასოდ მუშაობდი და ვსწავლობდი. და საბოლოო ჯამში BBC-მ ანალიზით გააკეთა ის დასკვნა, რომ ვერ ხდება კლასობრივი მრავალფეროვნება მის გუნდში. იმიტომ რომ ერთის მხრივ ყავს ეს ოქსფორდ და კემბრიჯ დამთავრებული, ძალიან დახვეწილი, ძალიან განათლებული კადრი, მეორეს მხრივ ყავს ძალიან ამბიციური, ან ისეთი ადამიანები, ვისაც ოჯახი უწყობს ხელს, რომ იმუშაოს უფასოდ იმისთვის რომ მერე გახდეს გუნდის წევრი. ანუ რაღაც კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს უნდა წარმოადგენდი. ამ შემთხვევაში მე როგორც ემიგრანტი არ ვიყავი არც მდიდარი, არც სოციალური ჯგუფის წარმოადგენელი, მაგრამ ძალიან ამბიციური ვიყავი და ამან შემაძლებინა ეს გადამელახა, მაგრამ ვიღაცას ხო არ შეუძლია იგივე გააკეთოს და გაითიშა BBC საზოგადოებისგან. ამიტომ არის უამრავი პროგრამა, რომლითაც ჩვენ ახლა ვახერხებთ, რომ ჩვენი გუნდი იყოს ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც არის საზოგადოება. ანუ თუ კი შენ არ გეყოლება მრავალფეროვანი გუნდი, თუ კი შენ აი ეს მრავალფეროვნება, რაზეც ჩვენ რისკენად ჩვენ ვილტვით, არ არის გუნდის ნაწილი, შენ მაინც ასე თუ ისე ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ გემოვნებით ამზადებ, ხო, ამ პროდუქტს და ეს გადაცემა მერე გემსგავსება შენ, ემსგავსება როგორც ახლა ჩვენ ბაბლებს ვეძახით ერთმანეთს. უნდა მივიღოთ ხო ეს რომ ვემსგავსებით ერთმანეთს, ვემსგავსებით ამ ჩვენს სოციუმს და ხდება წყვეტა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის აი ეს წყვეტა, აი ეს უფსკული დანარჩენ საზოგადოებასთან არის სრულიად მეუღებელი. და ამიტომაც ჩვენ თუ გვინდა ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ, პირველ რიგში უნდა გქონდეს გუნდის მრავალფეროვნება. აი მე კარგად არ ვიცნობ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პროექტს, მაგრამ ერთი თვალის შეხედვითაც კი ჩანს, რომ აი ორივე წამყვანი თითქოს ერთი კლასიდან ერთი უბნიდანაც შეიძლება იყოს, ერთნაირი განათლების არის, ორივე სახელოვნებო სფეროდან არის. რა თქმა უნდა, ესე იგი, თუ ეს არის მხოლოდ სახელოვნებო სფეროს გადაცემა, რომელსაც უნდა უყუროს მხოლოდ დიდი სცენის გულშემატკივარმა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ თუ კი ამას ამ გადაცემას აქვს რაღაც პრეტენზია, რომ მან მოიცვას ალტერნატიული, ანდეგრაუნდი, ექსპერიმენტი, ვერ მოიცავს ადამიანი თავის თავს იმსგავსებს თავის პროდუქტს და ჩვენ თვითონ ძალიან ბევრი შეზღუდვა გვაქვს და თუ ჩვენ არ შევეცადეთ, რომ აი ამ გუნდის მრავალფეროვნებით გავხადოთ ჩვენი პროდუქტები მრავალფეროვანი, ამას ვერ შევძლებთ. ეხლა რაც შეეხება მე მაგალითად როკაცა გადავერთე მსოფლიო ახალი ამბებიდან ბრიტანულ პოლიტიკაზე.
უამრავი ტრენინგი გავიარე იმისთვის, რომ გამეგო ამ მომენტისთვის მე უკვე 10 წელი ბრიტანეთში ვცხოვრობდი და ბრიტანეთის მოქალაქე ვიყავი, მაგრამ რომ გამეგო რა არის ბრიტანული საზოგადოება. ამას აი ისე ვერ შეძლებდი, ისე ვერ შევძლებდი და ამ სწავლის პროცესში მე რაღაცა მხოლოდ ისტორიას და იმას კი არ ვსწავლობდი. აი მაგალითად ერთ-ერთი ტრენინგი, რომელსაც მე გავდიოდი, იყო ეს ყოველწლიური ინფორმაცია ბრიტანელი მომხმარებლების ხარჯვის ჩვევებზე. ვინ სად ხარჯავს? ბრიტანელების დამოკიდებულება განათლებასთან, ბრიტანელების დამოკიდებულება ყოველდღიურ პრობლემებთან. ანუ სხვადასხვა კვლევებით და იმ სხვადასხვა ინსტიტუციები მუშაობენ ამ თემაზე, მე მასწავლიდნენ, ვინ არის ის საზოგადოება, რომელსაც უნდა ვემსახურო, იმისთვის, რომ მე შემძლებოდა ამ საზოგადოებისთვის მე გადაცემის მომზადება და აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, აი მაგალითად აი ამ სწავლის დროს იყო კვიზები, ანუ მასშტაბით ვამოწმებდით ყველანი ჩვენ თავს, მე ჩემ თავს ვამოწმებდი რამდენად ვიცი და იყო ესეთი შეკითხვა, რომ აი საჭმელში უფრო მეც ხარჯავს საშუალო ბრიტანელი თუ ტრანსპორტში. და მე მეგონა საჭმელში. და აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეს კოვიდამდე ხდება, ცხოვრობს ქალაქგარეთ, მიდის მატარებლით დიდ ქალაქში, რომ იმისთვის, რომ იქ იმუშაოს რეილკარდი ღირს ძალიან ძვირი და როდესაც ოჯახში 2 ადამიანი მუშაობს და ისინი დადიან დიდ ქალაქში სამუშაოდ, ეს ბიუჯეტისთვის დიდი ნაწილია. ეხლა მე ეს ცოდნა რაში მეხმარება? მე უკვე როცა როგორც გამომშვები და კონტენტ მეიკერი ამ ხალხისთვის ვქმნი გადაცემას, მე უკვე იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტრანსპორტის შესახებ news, რასაც აქამდე არ მივანიჭებდი, იმიტომ რომ მე თვითონ რო ვცხოვრობ დიდ ქალაქში, ცენტრში და არ დავდივარ პატარა ქალაქიდან და არ მესმის მატარებლის მნიშვნელობა ჩემი აუდიტორიისთვის, შეიძლება მე გამომრჩეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია. ანუ ერთი გუნდის მრავალფეროვნება და მეორე ამ გუნდის მუდმივი განათლება. ჩვენ სულ სწავლის პროცესში ვართ და სულ რაღაცას ვსწავლობთ და ამ სწავლის პროცესში მათ შორის ვსწავლობთ იმას, საზოგადოება როგორ გვეცვლება ჩვენს ირგვლივ. და მგონია, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ჩვენ ხანდახან გგონია, რომ საზოგადოება არის ის, რაც არის ჩვენს ირგვლივ. და სინამდვილეში როგორია ეს საზოგადოება? რამდენი ჯგუფისგან შედგა? როგორ შეიძლება მე ამ ყველა ჯგუფს ვემსახურო? ამისთვის მე მჭირდება იარაღები. ეს იარაღი პირველ რიგში არის კვლევა და არის ცოდნა. რის უდიდეს დეფიციტსაც ხედავ საქართველოში და რაღაცნაირად ჩემს კოლეგებს თითქოს წყინთ, რომ აი თქვენ არ უყურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეუნებიან სტუმრად მისულ ადამიანებს. აი ჩვენ ეს თემა გავაშუქეთ. ჩვენ ყველას გვაქვს ის საშიშროება, რომ ჩვენ გვგონია, რომ რაღაც გავაკეთეთ ძალიან ხშირ შემთხვევაში, მაგრამ იმ ჯგუფმა, ვისაც ჩვენ ვემსახურებით, თუ არ ჩათვალა, რომ ჩვენ მათ სასარგებლოდ რაღაც გავაკეთეთ, რომ ჩვენ ისინი გავაძლიერეთ ცოდნით და ინფორმაციით, რომ ჩვენი მიცემული სიკეთე მათთვის იყო გამოსადეგი, ესე იგი ჩვენ ვერ გავაკეთეთ და მხოლოდ აი ამ უკავშირით, მხოლოდ აი ამ ჩაძიებით, მხოლოდ ამ გამოკითხვით შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ, ვემსახურებით თუ არა იმათ, ვინც ჩვენ გვაფინანსებს. მე მგონია, რომ საქართველოს შემთხვევაში არ ვემსახურებით და BBC-ის შემთხვევაშიც კი ძალიან დიდი პრობლემაა, რომ აი ეს არის რაღაცა უდიდესი ამოცანა, რომ საზოგადოებას ემსახურო. ეს არის უდიდესი ამოცანა, რომ value for all შექმნა, სიკეთე საზოგადოების ყველა წევრისთვის და აი ეს ამბიცია, ძალიან დიდი ამბიცია, მაგრამ აქ კმაყოფილება არ არის შენი მეგობარი, არ გამოგადგება ის, როცა დაიჯერებ, რომ შენ ეს შეძლებ. იმიტომ რომ საზოგადოება მუდმივად იცვლება, ხო, ანუ ეს არის ბრალი არ არის, მაგრამ შენც მაგიტომ უნდა იცვალო, რომ ძალიან მარტივია, რომ საზოგადოება მუდმივად იცვლება, თუმცა ამის მიყოლა არის ძალიან რთული. ჩვევები იცვლება, გამოწვევები იცვლება და ამ ცვალებად საზოგადოებაში შენ მათთან მათი მსახურება თუ არ არის შენი იარაღი კეთილსინდისიერება, თუ არა ხარ აი ესეთი მოწოდებული იმისთვის, რომ აი მე კარგად გავიგო, როგორ მიიღეს მათ ჩემი სამსახური, როგორ გამოადგათ მათ ჩემი მიცემული ინფორმაცია და ცოდნა, ამ შემთხვევაში უბრალოდ რაღაც თავდაცვით პოზაში გადადიხარ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსახურებით დამოკიდებულება იყოს, რომ მე შენ უნდა გემსახურო. მითხარ
არის აბა კარგად როგორ ვერ მოგამსახურა. აი იმ დღეს, როდესაც აი შენ რაც ახსენე, რომ პირველი დღე, როდესაც მივიდა ხალხის ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს, რომ აბა მივიდნენ, რა სიტყვენ, რას ამბობს ხალხი. და ამ დღეს ერთ-ერთი ადამიანი გამოდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობის წინ და ამბობდა, რომ მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა. და რომ არის ძალიან არასაკმარისი პროგრამები იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ ეტლის, იზრდებიან ხშირად სხვადასხვა საჭიროებები უჩნდებათ, არასაკმარისი დახმარება გვაქვს სახელმწიფო პროგრამებით და ჩვენ სულდგმულობთ საერთაშორისო საგრანტო პროგრამებით და სულდგმულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით და ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენც ვქმნით ასეთ. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ვინ ხარ? ჟურნალისტი ხარ ადამიანი, რომელიც ყველა რომ გამორბის ცხელი კერიდან შენ იქით მირბიხარ, ხო? ამ შემთხვევაში უნდა გამოიქცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და თქვას ჩამაწერინეთ თქვენი ნომერი, გავიგო ვინ ხარ, დაგიძახოთ გადაცემაში. ვაიმე ეს რაღაცა თქვენ უფრო კარგად ახსენით, ეს ვიდრე მე ეთერში მქონდა. და არა ის რომ მე გუშინ წინ ეს თემა გავაშუქე არ მთავრდება თემის გაშუქება ერთხელ ამბის მოყოლით. არ მთავრდება საზოგადოების მსახურება ერთხელ რაღაცის მიწოდებით, იმიტომ რომ ის ხო არ მთავრდება, რომ ის საზოგადოება შენ გაფინანსებს. წინათვეს კი არ დაგაფინანსა მარტო, ამ თვესაც გიხდის ფულს და შენ ყოველდღე უნდა ემსახურო, ყოველდღე უნდა დაუბრუნო ეს და აი ამ ცნობის მოყვარეობას ვერ ვხედავ. აი ამას ვერ ვხედავ, რომ ამ თავარი ამოცანა იყოს ის, რომ მე მინდა ვემსახურო ჩემს საზოგადოებას და მე ჩემი საზოგადოების კრიტიკული შენიშვნა, რომ რაღაცა დააკლდათ, არის ჩემთვის ისევ იარაღი, რომ გავიგო რა გავაკეთო უფრო უკეთესად. აი ეს ძალიან მაკლია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. კი და ანუ ერთი არის კიდე აი რაღაცნაირად ბალანსის თემა გამახსენდა რა ანუ ეს ხო ანუ პროპორციულად რომ წარმოადგინოს საზოგადოება და იყო ისეთი პლატფორმა რომელიც თანაც მნიშვნელოვანი არა მარტო მრავალხმიანობა არამედ პროპორციული მრავალხმიანობა ანუ რაც პრინციპში რაზეც ახლა შენ ისაუბ და აი ბალანსი ხანდახან ხოლმე რა რომ ხომ ყავდა ის საპირისპირო ბაზრის წარმომადგენელი ბალანსი მარტო ერთ რაღაც პოლიტიკურ მოსაზრებაზე ორი აზრის მქონე ადამიანის სტუდიაში მოწვევა არ არის ან ბალანსი არის ის რაზეც აღარ დავიწყებ ჩამოყალიბებას იმიტომ რომ რაზეც ახლა საუბრობ ზუსტად რა ხო ბალანსი არ არის ის როდესაც ერთი ამბობს კის ერთი ამბობს არას და მე ორივეს მივეცი თანაბარი დრო განსაკუთრებით ისეთ საკითხებში ისეთ თემებში სადაც ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო სიღრმისეული ანალიზი გასაკეთებელი ვიდრე კი და არა და ისევე როგორც მაგალითად გლობალური დათმობა აღარ არის კი და არას თემა საქართველოს თემა აღარ არის ხო საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის კი და არას თემა აქ არის კიდევ როგორ 10,000-ნაირი კი და 10,000-ნაირ კის როგორ ვუახლოვდებით ჩვენს სამშობლოს როგორ ვაახლოვეთ ჩვენს სამშობლოს იმ ოჯახთან რისი ნაწილიც ყოველთვის გვინდოდა რომ ყოფილიყო და რისი ნაწილიც არის ეს კი და არას თემა არ არის და ამ შემთხვევაში ეს რაღაცნაირი ხელოვნური ბალანსი როდესაც ერთის მხრივ ერთი აზრი მოვისმინე და მეორეს მხრივ მეორე აზრი მოვისმინე ეს ძალიან ცრუ ბალანსის შეგრძნება თავის და საზოგადოების მოტყუებაა რა თქმა უნდა და დიახ ხო აი დაამთავრე და აი რაღაც ერთი მაგალითი გამახსენდა რომ შოტლანდიაში ჩვენ მქონდა ესეთი მაგალითი რომ დილის გადაცემა რადიო დილის გადაცემას ვეხმარებოდით ანუ სანამ სტრატეგიის და ტრანსფორმაციის გუნდში გადავიდოდი ანუ ჩვენი გუნდი გაფართოვდა და გახდა სტრატეგიის და ტრანსფორმაციის გუნდი იმიტომ რომ დიდი სტრატეგიული ცვლილებების წელია 2027 წელი BBC-ისთვის როდესაც უნდა მოხდეს გადახედვა იმის თუ როგორია დაფინანსების მეთოდი ჩვენი მანამდე ან ბიზნესის
ოპერაციების გაუმჯობესების გუნდი იყო ჩვენი გუნდი და ოპერაციების გაუმჯობესება იყო ჩემი საქმე. და ერთ-ერთი ესეთი პროექტი ქონდა, როდესაც შოტლანდიის დილის გადაცემაში, რადიო დილის გადაცემაში ცდილობენ რომ გაუმჯობესონ თავიანთი როგორ ემსახურებიან მრავალფეროვნებას თავიანთ აუდიტორიაში. და ერთი ძალიან მარტივი ესეთი დახმარება გავუკეთეთ, რომ ყოველ დღე, როდესაც გაკეთდებოდა ეს მთლიანად ეს რადიო, რადიო ალბა, როდესაც აკეთებდა სიუჟეტს რომელიღაც ადგილიდან, წითელი ქინძის თავი, დიდი რუკა ჰქონდა შოტლანდიის და წითელი ქინძის თავი უნდა ჩაერჭოთ იმ ადგილას. და როდესაც ზარი შემოდიოდა დილის გადაცემაში, ლურჯი ქინძის თავი უნდა ჩაერჭოთ იმ ადგილიდან, სადაც შემოვიდა ზარი. არ რეკავენ იმ ადგილებიდან, სადაც ჩვენ არ ყოფილხარ თემის გასაშუქებლად. ანუ ინტერესი შენს მიმართ ადამიანებს და ეს არის დილის რადიო გადაცემა, სადაც არის მუსიკა, განხილვა, თითქოს ეს არ უნდა იყოს მაინც და მაინც ძალიან სიღრმისეულ პრობლემებთან კავშირში. არა, ადამიანებისთვის რელევანტური ხარ მაშინ, როდესაც შენ იმას აშუქებ, რაც მას ტკივა. ანუ მე როცა საზოგადოებრივი მაუწყებლობელი ვარ გადმორთებ პირველ ახსნა და გვიყურე, ამას რაღაცნაირად ესეთი მოთხოვნის ტონში კი არ უნდა ვამბობდე, ჩემთვის თუ არ გადმომთეს, ეგრევე ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაც ტკივილი მე არ გავაშუქე. როგორ ეხლა ჩვენ, მე და თქვენ, რამდენ ინფორმაციას ვადევნებთ თვალს, რამდენ დაბალი ხარისხის მედია პროდუქტს უყურებთ. ჩვენ ვინ დაგვასწრებდა მაღალი ხარისხის საინტერესო კონტენტის მოხმარებას. თუ არ გადავრთ, ესე იგი, არ იყო იქ ჩემი ტკივილი გაშუქებული და ეს მიმანიშნებელია იმის, რომ რაღაც არ გააკეთა იმ ჟურნალისტმა, რაღაც არ გააკეთა იმ გუნდმა. აქვე ვთქვათ, რომ ეს პასუხისგებლობაც არის. ხა შეიძლება სხვა ტელევიზიას აინტერესებდეს მარკეტინგული კუთხით, მაგალითად, რომ მოიზიდოს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ შემთხვევაში ემატება, რატო არის, თქვათ, BBC ესე მომართული, ხო? და ასე, და რა განსხვავებას ხედავთ დამოკიდებულებებს შორის, რომ ეს ახლა პასუხისმგებლობაც არის, იმიტომ რომ შენ გაფინანსებს საზოგადოება, შენ მას ემსახურები. გარდა იმისა, რომ ზოგადად როგორც მედია საზოგადოებას ემსახურები და ეს არის შენი დანიშნულება. აქ პირდაპირ საზოგადოება გიხდის ფულს. ხო, აქ ის მიხდის ხელფას. აქ ის მიხდის ხელფას იმაში, რომ მე მას ტკივილში არ დავტოვებ მარტო. მე მას განსაცდელში არ დავტოვებ მარტო. მე მას დეფიციტში, ინფორმაციის დეფიციტში, საჭიროებაში არ დავტოვებ მარტო. თუ კი მე ის დავტოვე, არ ვემსახურე მას, თუ კი მე მას ის არ მივაწოდე, რაც მას ჭირდება, მაშინ რა სინდისით და როგორი რა მომცემს იმ საშუალებას, რომ გამოვართვა ის თანხა, რომელიც მან გადაიხადა ჩემ ხელფასში, ხო? ამიტომ ის რომ მე მას ვუსმენ და მივდივარ და ვეკითხები, მოგემსახურა თუ არა კარგად გაგაგებინე თუ არა ინფორმაცია, ჩემი მოწოდებული ინფორმაცია გამოგადგა თუ არა არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღებაში, ჩემი მოწოდებული ინფორმაცია გამოგადგა თუ არა სკოლის არჩევაში, პროფესიის არჩევაში, უნივერსიტეტის არჩევაში, გამოგადგა თუ არა სწორი სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებაში, გამოგადგა თუ არა ბიუჯეტის დაზოგვაში და სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ მარტო არჩევნები ხო არ არის, მე მუდმივად ამაში ვარ, რომ მე ვამოწმებ ჩემს გამოვადექი თუ არა, შევასრულე თუ არა ის ფუნქცია. ნაწილობრივ ეს საკითხი უკვე დავფარეთ, მაგრამ მინდა რომ გავამახვილო მაინც ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ზოგადად, ამას ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ბევრი საუბრობს ამაზე, რომ ვამბობდი, რომ თქვა როგორ დაგეხმარე იმაში, რომ გადაწყვეტილება მიგეღო მაგალითად განათლების კუთხით, აგერჩია სკოლა, რომ აგერჩია, არ ვიცი, დაზღვევა, ან როგორ დაგეხმარე იმაში, რომ გადავჭერი შენი პრობლემა, როდესაც ჯანდაცვის სისტემაში ამას და ამას წავაწყდი, ხო? ანუ არა თუ ამ დონეზე არის ჩვენთან დისკუსია, არამედ ზოგადად საუბარია იმაზე, რომ სამაუწყებლო მედიაში არის კონკრეტული თემების სიღრმისეულად გაშუქების
პრობლემა. ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტელევიზიები მოყვებიან და ალბათ საკმაოდ ობიექტურადაც იმ მიზეზებს, რის გამოც თქვა სატელევიზიო ბადეში ამისი ადგილი ვერ მოიძებნებოდა აქამდე, თუმცა ნაკლებად შეუძლია ამ ხრივ თავი გაიმართოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ხო? აი ეს ტიტრები, Excel ფაილს რო დაუბრუნდეთ, იქ რო ჩამოუწეროთ და 80% რო პოლიტიკოსი იქნება, რომლებიც პოლიტიკაზე საუბრობენ და არ იქნება საუბარი საზოგადოების საჭიროებებზე სიღრმისეულად. ამ შემთხვევაში უფრო დიდი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. აი მაგალითად, არჩევნების შეფასებისას EUTHOS დასკვნაშიც იყო ნათქვამი, რომ წინა საარჩევნო პროგრამების შინაარსის განხილვის ნაკლებობა იყო ქართულ მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში, ორივე მხრიდან. ესეც ამ თემის გაგრძელება არის და ყოველთვის არის ხოლმე ამის პრობლემა, ანუ წინა საარჩევნოდ რაზე აღარ ვსაუბრობთ და რა აღარ ხდება, აქვე აღნიშნოთ, რომ სულ რაღაც საოცრება ხდება ჩვენთან და რაღაცნაირად ამის დროს გამოგვეპარება ხოლმე, მაგრამ და ყველაზე ნაკლებად შუქდება ის პროგრამები, მეცაც გეტყვი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ჩვენ პროგრესული ფორუმი ვესაუბრებოდით, რომ აი პროგრამა გვინდა რომ გავაშუქოთ და ბოლო კვირის არჩევნებამდე 3 თუ 4 დღით ადრე გააკეთეს პროგრამის პრეზენტაცია. ჯობდა ვიდრე არა ეს დროს, მაგრამ ჩემთვის როგორც ამომრჩევლისთვის ეს იყო ძალიან დაგვიანებული, იმიტომ რომ მე იქამდე მინდოდა რომ რაღაცები წამეკითხად რომ ქონოდა, გამეგო, რაღაც კითხვებზე პასუხები მომეძიებინა, ხო? აქვე ვიტყვი რომ ვისაც ეს კონკრეტულად ეს მიმართულება აინტერესებს, პროგრესულმა ფორუმმა გააკეთა წინასაარჩევნო პოდკასტების, აი ჩვენი პოდკასტის 3 სერია მიძღვნილი არის ზუსტად წინასაარჩევნო პროგრამებზე და პრინციპში სულ რამოდენიმე და აქვე იყო პუბლიკა, რომელმაც წერილობით გააკეთა ეს, მაგრამ ინტერვიუები არის პროგრესულ პოდკასტზე, ძალიან ცოტა მედია საშუალება და პლატფორმა იყო, სადაც არჩევნების, წინასაარჩევნო პროგრამები სიღრმისეულად გაშუქდა. აქვე შევახსენებ მსმენელს, რომ subscribe გაგვიკეთეთ ინგლისურად ვამბობ, იმიტომ რომ ბევრს ინგლისურად უჩანს, გამოგვიწერეთ იმისათვის, რომ ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ხმა და ესეთი საინტერესო ადამიანების მოსმენის საშუალება მივცეთ და მოკეთ თემებს მინდა რომ დაუბრუნდეთ. როგორ გადაწყვიტა BBC-მ, როგორც ერთ დროს ტელევიზიამ, რომელსაც აქვს, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად გამართლება არის ხოლმე, რომ აი ტელევიზიაში ამის დრო არ არის. მაგრამ რანაირად მოახერხა ეს მაგალითად BBC-მ, რომ გამონახა დრო იმის შესახებ, რომ ადამიანებს ესაუბროს იმაზე, თუ მის მუნიციპალიტეტში, მის სოფელში რაღაც პრობლემა რო არის, ეს გააშუქოს, ან თქვათ რაღაცა წარმოდგენა მისცეს, თქვათ სისტემურ საკითხებზე ქვეყანაში, მაგალითად ჯანდაცვის ან განათლების შესახებ. აი მოდი ისევ იმ Excel ფაილიდან დავიწყოთ, ხო? რომ ესე იგი ეკრანზე გამოჩენილი კონტრიბუტორების ანალიზით რო დავიწყოთ, ხო? და ძალიან ადვილია მართლა ტიტრებიდან შეყრი ამ Excel ფაილში და მოგცემს სურათს იმის, რომ როგორი პროპორციით არიან წარმოდგენილი პოლიტიკოსები და არაპოლიტიკოსები. ეხლა მე ეს ინფორმაცია შეგიძლია სხვა რაღაცებში გამოიყენო. პირველად ვინ ჩნდება და ვინ იყო აქამდე. შემდეგი ამოცანა უკვე შეგიძლია დასახო, რომ ყოველ თვე და ყოველ კვირას გქონდეს რაღაც რაოდენობით ახალი სახეები. ამანამდე რო არ უსაუბრია შენს პლატფორმებზე. მანამდე რომ შენს სისტემაში არ ყოფილა ისეთი ადამიანები ყავდეს. აი ესეთ იმას თუ მიაშველებ, გეძლევა შანსი რომ მოიცვა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ყავდა წარმოდგენილი. ეხლა ნახე ამას, როდესაც დავისახავ მე მიზნად, რომ ისეთი ხალხიც მოვიყვანო ეთერში, ვინც არ ყოლია. წარმოვიდგინე ამას უკვე მე ვითვლი და დავისახე, ხო ეს მიზნად. მერე ჩემი გუნდი იწყებს მობილიზებას. აბა სხვადასხვა უნივერსიტეტების, სხვადასხვა კვლევითი ცენტრების, აბა სხვადასხვა რაღაცა ჯგუფების, თქვენაირი ფორუმების იმაში, რა ქვია, არსენალში არის ხალხი, რომელიც აი ისინი შეიძლება მოვიდნენ და უკვე რაღაცნაირად მიზანმიმართულად მუშაობ, რომ ახალი სახეებიც მქონდეს წარმოდგენილი და არა ის რაღაცა გაცვეთილი, დაღლილი
3 ექსპერტი და 4 პოლიტიკოსი. ანუ მე ეს მეხმარება მე თვითონ რომ გავაკეთო. იგივე თემების მრავალფეროვნება. მე არ უნდა მჭირდებოდეს რომ კი რა თქმა უნდა ხა ეუთომ მას ქნა რა ქვია გააკეთა მონიტორინგი იქ რაღაცა სხვა ორგანიზაციამ გააკეთა მონიტორინგი და პირველი მე ვარ ვინც გარბის და ამ მონიტორინგის შედეგებს ნახულობს რომ აბა თვით კრიტიკულად რაში გავჯანსახდა ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აი ამას ვიმაშვები რომ აბა კარგად კიდე მომეცეთ ინფორმაცია ჩემი პულსი ჩემი წნევა როგორი მაჩვენებლები მაქვს სად ვარ გასაუმჯობესებელი როგორ გავჯანსახდე მაგრამ მე თვითონ ხო პირველ რიგში მე ვარ ის ადამიანი როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯერი ან ჟურნალისტი რომელსაც აი ეს გამრავალფეროვნება გაჯანსაღება მეტად მოცვა საზოგადოების აინტერესებს და მე თვითონაც ხო შემილია ვაკეთო იმის მონიტორინგი რა თემები მოვიცავე ვებგვერდს რო შევხედავ და ძალიან ნათელია ჰოუმზე აი ამ პირველ გვერდზე რა თემები მაქვს და რამდენად მრავალფეროვანია ეს ჩემი პირველი გვერდი და დავინახავ რომ არის მარტო პოლიტიკა და ისიც სიღრმისეული პოლიტიკა კი არა. დღევანდელ პოლიტიკურ განცხადებაზე პასუხი. დღევანდელ პოლიტიკურ სად არის სიღრმე? ეხლა რაც შეეხება ტელევიზიაში არ არის დრო. ამიტომ აქვს რადიო. ამიტომ არის პოდკასტის სივრცე შექმნილი. ამიტომ არის ამდენი პლატფორმა. BBC-ს მაგალითად რისის ლექციების პლატფორმა აქვს, რომელიც სადისკუსიო პლატფორმაა და იქ ძალიან ბევრი თემა უბრალოდ ისე შუქდება რომ ჩვენ მივდივართ იქ ჟურნალისტები და ჩვენ ვსხდებით და მოდერატორი შემოგთავაზებს თემას არის მოწვეული პანელი და ჩვენ ვნათლდებით უბრალოდ იმიტომ რომ მე რო გავიგო ხელოვნური ინტელექტის რა გამოწვევებმა როგორ შეიძლება შექმნას ხვალ მორალური დილემა და სანამ ამაზე გადაცემას ვამზადებ ჯერ შიდა აი ამ დისკუსიის ფორმატში უამრავი საკითხია რაზეც მე მინდა რომ მოვიძიო ინფორმაცია გავნათლდე რომ მე ის გადავღეჭო მე ის შევამცირო და რა თქმა უნდა სატელევიზიო დრო ლიმიტირებულია მაგრამ მე ხო უამრავი სხვა დრო მაქვს კიდე არც ისე ლიმიტირებულია მეც შევიხედე და პირველი არხი მეორე არხი მესამე არხიც უწერიათ ვებგვერდზე რომელიც უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდების ინტერესებს ცოტა რისი პრობლემა გვაქვს იცით რომ რაღაცნაირად კალკით გადმოდის და რაღაც ის რეცეპტი. აი და ამ დროს BBC-საც აქვს მესამე არხი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ინტერესებს. მესამე არხი ტელევიზიაში საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ტელევიზია არ უყურებს ახალგაზრდა ადამიანი. იმ მესამე არხის ბიუჯეტი უფრო დიდწილად TikTok-ი და Instagram-ზე მიდის. იმიტომ რომ იქ არიან ეს ადამიანები. სად არიან ის ადამიანები, ვისაც მე ვინდა მოვემსახურო, ხო, ამით იწყება. ანუ აი ეს თავის გამართლება, რომ მე ტელევიზიაში დრო არ მაქვს, არ მიიღება. გამახსენდა ის, რომ აი როდესაც დავიწყე გადავედი ბრიტანულ პოლიტიკაზე მთავარ პროდიუსერად მაშინ და გადავედი Newsnight-ზე, რომელიც არის ესეთი ძალიან ამბიციური გადაცემა და უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდი კარტივში, სულ Newsnight-ის მაგალითებს უყურებდით ხოლმე და აი ეს ჩემთვის რაღაცა ისეთი ის იყო, რომ რაღაცა რო გააქვს წარმოდგენილი, როგორც რაღაცა ყველაზე ესეთი კრიტიკული, ყველაზე შემტევი ამ დროს ყველაზე და ფაქტებით დასაბუთებული ჟურნალისტიკის რაღაცა ეტალონი და ნუ იმ გუნდში შედიხარ ძალიან დიდი ის იყო რა ქვია განცდები მქონდა ამასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ ქართველ მეგობარს რომ მოუყევით ძალიან გაუცებული იყო რომ ანუ კი გაუხარდა თან ჩემი წარმატებამ და თან ძალიან გაუცებული იყო რომ ისინი ხო ბრიტანელები არიან მაინც ისინი ხო ეს ხო ბრიტანული პოლიტიკა არის ამ გადაცემაში მთავარი და შენ რატომ შეიძლება უნდოდეთ და ის თუ რატომ შეიძლება დომებოდი ამ გადაცემას მე იყო ზუსტად ის რომ მე რაღაცები არ ვიცოდი და მე რაღაცებზე სვამდი კითხვას
ისეთ რაღაცეებზე, რაც მათ დანარჩენი გუნდის წევრებს, პირველი იმ მომენტში ვიყავი პირველი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა დამთავრებული სკოლა ბრიტანეთში. პირველად ყავდათ ესეთი თანამშრომელი. და ისეთ რაღაცეებზე, რაშიც ისინი გაიზარდნენ და რაზეც ისინი მთელი ცხოვრება, ეს ხო ესეა. უცებ სვამდი კითხვას, და რატოა ესე? ესეთი სისტემა რატო არის? ეს როდიდან არის? და ეს კარგია, რომ ესეა. ისეთი კითხვები მომდიოდა თავში აზრად, რაც მათ უკვე აღარ მოსდიოდათ, იმიტომ რომ ამაში იყვნენ, ამ ბაბლის ნაწილი იყვნენ და ეხა ამ შემთხვევაში ჩემი სისუსტე რატო იყო გუნდისთვის სიძლიერე? იმიტომ რომ საზოგადოების იმ 20%-ს წარმოვადგენდი, რომელიც არ არის დაბადებული და გაზრდილი ბრიტანეთში და იმათაც იგივე კითხვები უჩნდებათ, მაგრამ ამ ბაბლს არ მოსდის თავში აზრად, რომ გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. ანუ ჩვენი აი ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი იარაღი, ჩვენი სისუსტეც არის, თითქოს სისუსტეც არის ჩვენი სინამდვილეში სიძლიერე. საზოგადოებაში რა კითხვებიც ისმის და საზოგადოების მოთხოვნასა და მედიის პასუხზე კიდე ერთ თემას მინდა რომ შევეხოთ, მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდა და მალე დავასრულოთ, მაგრამ თან მინდა რომ შევეხოთ როდესაც ანუ საქართველოში მაგალითად მე გამიგია ჩემი კოლეგებისგან, მედია მენეჯერებისგან, თქვათ ისეთი დამოკიდებულება, რომ ის მედია რაც საზოგადოებაა. ანუ მედია საზოგადოება. ხო, ეს კითხვა კაი არ ამთვალებს. საზოგადოება რა დაკვეთასაც აძლევს მედიას. ეს განსაკუთრებით ამით თქვათ კერძო მაუწყებლები საუბრობენ ხოლმე, თუმცა საზოგადოებრივზე უფრო პირდაპირ გამოდის. ხო, საზოგადოება რა დაკვეთასაც მაძლევს. მაგალითად იმას, რომ გამიგია ესეთ როგორც არგუმენტი და ვამბობ, თქვა საზოგადოებას უნდა ბევრი სერიალი, ну ჩვენც გვაქვს სერიალი. შეიძლება მართლაც არ იყოს საზოგადოებრივიდან, ასე ვთქვა, დაკვეთა იმაზე, რომ მოდი ახლა მე შენ და ჩემი შრომითი უფლებების შესახებ მესაუბრე სიღრმისეულად. და ასე შემდეგ, ანუ შეიძლება არ იყო დაკვეთა იმაზე, რომ გადამოწმებული ინფორმაცია მითხარი ყოველთვის, ეს არ იყო გადამოწმებული ინფორმაცია, რაც შენ გაავრცელე. ან დაკვეთა იმაზე, რომ როდესაც რაღაც შეგეშალა, ამაზე მეორე დღეს, ანუ როცა გამოასწორებ, საჯაროდ ბოდიში მოიხადე. ხო, ანუ რაღაც სტანდარტებზე მივდივართ, რომელზეც მედია ამბობს, თქვათ, რომ აი მე საზოგადოება არ მაკონტროლებს და შესაბამისად მეც ისევ აკეთებ და ისეთი სტანდარტებით მუშაობ, როგორც ის მაძლევს ამის უფლებას, ან როგორც მთხოვს, რომ მაგალითად მთხოვს, რომ ბრჭყალებში მთხოვს, რომ თქვათ, არ ვიცი, ფანჯრიდან შეუვარდე ვიღაცას, ხო? როცა შეიძლება ეს თქვათ მაინც საჭირო არ იყოს. და შოუ დავდგა, იმიტომ რომ მე მჭირდება შოუ. მაგრამ ამას მივყავართ ერთ კითხვამდე, რომ რა ინფორმაცია და გამოცდილება აქვს ქართულ საზოგადოებას მედიის მაღალი სტანდარტების შესახებ. აი რომ დავფიქრდეთ, ხო, ანუ საბჭოთა კავშირის შემდეგ იყო პირდაპირ 90-იანები და კითხვის დონეზე უბრალოდ არის რომ საზოგადოება ხო უნდა გაიზარდოს იქამდე და იმისათვის რომ მედიას დაუკვეთოს და რაღაცნაირად დაუდგეს მაკონტროლებლად იმისა რომ მაღალი სტანდარტი ქონდეს. აი ამაზე აი ეს რო გავავრცოთ რაღაცნაირად თუ შეგიძლია ის რო საზოგადოების დაკვეთა ესე მუშაობს თუ არა მედია და აქვს თუ არა მას რაღაცა განსხვავებული პასუხისმგებლობები კიდევ ის გარდა იმისა რომ დაკვეთას უპასუხოს და მეორე ჩვენი საზოგადოება სად არის ხა რა ეტაპზეა ამ კუთხით ხო დიდი თემაა მაგრამ აი რამდენიმე რაღაც მახსენდება პირველი როდესაც ლორდ რისმა განსაზღვრა BBC-ს მისია აი ინგლისურად ვიტყვი upper taste ესეთი ახალი მანამდე არარსებული კონცეფცია შემოიღო რომ თქვა რომ BBC არ იქნება საზოგადოებრივი გემოვნება ის იქნება იმ გემოვნებაზე ერთი ნაბიჯით უფრო წინ ერთი ნაბიჯით უფრო მეტს გააკეთებს უფრო მეტად დახვეწავს ვიდრე საზოგადოების დაკვეთა არის თავიდანვე ეს იყო ნათელი BBC-ის შემთხვევაში
როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ ეთერში გვეყოლება ძალიან დახვეწილი ენით მოსაუბრე ადამიანები, გვეყოლებიან, ეს იყო იმის გამო, რომ მან დაინახა იმ საზოგადოების მხრიდან ამის დაკვეთა არ იყო. მაგრამ მან დაინახა იმის საჭიროება, პიგმალიონი ხო გვაქვს წაკითხული, რომ ძალიან დაბინძურებული იყო ინგლისური ენა, ძალიან გაუგებარი იყო ერთი რეგიონიდან, ან ერთი ქალაქიდან მეორე ადამიანისთვის კომუნიკაცია არ დგებოდა, იმდენად განსხვავებული იყო აქცენტი და დიალექტი და საუბრის მანერა. და მან დაინახა აი ეს მთლიანი საზოგადოების ენით გაერთიანების აუცილებლობა. და მივდიოდით აი ამ გზით, რომ ჩვენი ენა იყო უფრო დახვეწილი. მაგრამ ნახეთ რა მოხდა, მე ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როდესაც აი ეს შემოვიდა, რომ ეხლა უკვე დაკვეთა ახლაც კვლავ არ იყო საზოგადოების დაკვეთა, რომ ეხლა რატო ლაპარაკობთ არფითი ან რატო არ ლაპარაკობთ. მაგრამ თვითონ აი იმ ადამიანებმა, ვინც არიან ბორდში და შემდეგ სარედაქციო საბჭოში დაინახეს, რომ ჩვენ ეთერში არ არის წარმოდგენილი რეგიონული აქცენტების სიმდიდრე. ჩვენ ეთერში არ არის წარმოდგენილი რეგიონული ხმების მრავალფეროვნება. და პირიქით, ჩვენ ამ კვლავ არ იყო საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ ჩვენ გადავედით იმაზე, რომ სწორი, ძალიან სწორი ინგლისური, მაგრამ რეგიონალური არის ახლა უკვე ძალიან მრავალფეროვნად წარმოდგენილი BBC-ს რადიო ტელე არხებზე და პლატფორმებზე. ანუ ამ შემთხვევაში მარტო დაკვეთის გზით ვერ წახვალ. შენ უნდა წახვიდე ასევე საზოგადოების საჭიროების ინგლისურად კაი სიტყვა championing, რომ აი შენი განმოდის ეს leadership-ი. ეხა მაგალითად აი კონკრეტულად BBC-ს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ხო, ეს გქონდა ეს რა ქვია, გვაქვს ინფორმირება განათლება გართობა, მაგრამ აი Brexit-ის მერე, როდესაც აი ხელახალი გადახედვა მოხდა ჩვენი სტრატეგიული ამოცანების. გამოიკვეთა, რომ საზოგადოებას აქვს კონკრეტულად საზოგადოების განვითარებისთვის, კვლავაც არ იყო ეს მაინც და მაინც საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოების განვითარებისთვის არის ახალი კონკრეტული ამ 5 წელში, შემდეგ 5 წელში შემდეგი ამოცანები. მაგალითად, fake news-ის პირობებში და ინფორმაციის სანდოობის ამხელა პრობლემის პირობებში, სანდო ინფორმაციის განსხვავების, ან სანდო და არასანდო ინფორმაციის მოხმარების ჩვევების შეძენა საზოგადოებისთვის და სანდო ინფორმაციის მიწოდების დაკვეთა და საზოგადოების ამ მხრივ მობილიზება გახდა უფრო საჭირო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შემდეგი, რომ აი Brexit-ის შემდეგ, როდესაც აი დაუდგა ბრიტანეთს იმის პრობლემა, რომ ჩვენ აღარ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ არ ვითამაშებთ ჩვენს როლს გლობალურ პოლიტიკაში და ნუ არის ეს ქვეყანა საკმაოდ ამბიციური და რა არის აი ეს ბრიტანეთის კონტრიბუცია მსოფლიო პოლიტიკაში. ანუ უკვე შემდეგი ამოცანა, სტრატეგიული ამოცანა ეხლა ამ 5 წლებში BBC-ს თავაზობს საზოგადოებას, რომ homegrown talent and homegrown content making is ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ბრიტანული კონტენტის და ბრიტანული storytelling ის პრომოუშენი. ანუ ჩვენ მქონდა ესეთი პრობლემა მაგალითად, რომ რაღაც სერიალი, რომელიც გადაიღო BBC-მ, ბრიტანელებიც კი და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენთან კი არ უყურებდნენ, Netflix-ზე უყურებდნენ, მაგრამ ჩვენ ვიწახდით, კაი, არა უშავს თუ უყურეს, მთავარია უყურეს, მაგრამ აი ახალი სტრატეგიული ამოცანა დავინახეთ, რომ აი ამ პირობებში, როდესაც თითქოს ბრიტანული საზოგადოების ერთი ნაწილი იზოლაციას აკეთებ, გადაწყვიტა იზოლაცია გაეკეთებინა ევროკავშირისგან და არ თulis ევროპის ნაწილად თავის ქვეყანას და ამ დროს მეორე ნაწილს აქვს ძალიან დიდი გლობალური ამბიცია, როგორ შეიძლება ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსოფლიოს ანახოს ბრიტანეთის კონტრიბუცია მსოფლიო კულტურაში და რომ აი ეს უნდა უფრო მეტად წარმოვაჩინოთ და ეს უფრო მეტად გავაგებინოთ სამყაროს ვიდრე აქამდე. და მესამე ისო Brexit-მა გამოიწვია პოლარიზაცია საზოგადოებაში და როგორ შეიძლება ჩვენ როგორც BBC-მ შევქმნათ უფრო მეტი სადისკუსიო პლატფორმა, რომ ჩვენ
როგორც ბრიტანული საზოგადოება დაუბრუნდეთ იმის გააზრებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს და არა იმას, რაც ჩვენ გვხლიჩავს. ანუ ძალიან ხშირად საზოგადოება რაღაცას გიკვეთავს, ან საზოგადოება არ გიკვეთავს, საზოგადოების საჭიროება გიკვეთავს უკვე იმას, რომ ეხლა ამ შემდეგი 5 წლის განმავლობაში საზოგადოების მსახურება აი ამაში გამოიხატება. და ცოტა რომ კიდე დაუბრუნდეთ შენ შეკითხვას და ისევ რა თქმა უნდა დიდი თემაა და ვერ მოვიცავთ, მაგრამ აი ვცდილობ რომ რაღაც ნაწილს მაინც უპასუხო, რომ აი მაგალითად YouTube-ში თუ შეიყვან კატა და კიტრი, ეს Cats and Cucumbers უამრავი ვიდეო ამოდის. ძალიან სასაცილო. რატომღაც კატები, როდესაც კიტრს ხედავენ, ახტებიან ხოლმე. და უამრავი ვიდეო და clickbaiteri, რასაც ჩვენ ვეძახით, რომ აი მოაქვს ტრაფიკი ინტერნეტ მაყურებლები, აი ამას რომ დაინახავენ კატა და კიტრი, აკლიკავენ და აი ამას მოაქვს დიდი ტრაფიკი. ჩვენ ზუსტად იმიტომ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ჩვენ ამაზე არ გადავერთოთ. რომ მარტო იმით არ დავკმაყოფილდეთ, რასაც ხალხი აკლიკავს და ნუ დავაბრალებთ საზოგადოებას იმას, რომ მან არ დაგვიკვეთა უკეთესი კონტენტი, მან არ გაგვიკეთა უკეთესი დავალება. ჩვენ დავსვათ კითხვა, რაში გამოიხატება საზოგადოების გაჯანსაღების და განვითარების მსახურება ჩემთვის დღეს, ჩემთვის წელს, ჩემთვის შემდეგი 5 წლის განმავლობაში. და ამ კითხვაზე ვუპასუხოთ ჩვენ გუნდში მოწვეულ ექსპერტებთან, საზოგადოებისთვის ახლად შემატებულ ადამიანებთან, აი მე მაგალითად აი ამ პროტესტის შემდეგ იგივე პირველი არხის ტელეეთერში და სხვადასხვა ეთერებში ბევრი ახალი სახე ვნახე და ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ეს ახალი ადამიანები არიან. თურმე რამდენი საინტერესო მოსაზრება და რამდენი საინტერესო ადამიანია stand-up comedy სივრცეში. თურმე რამდენი საინტერესო ადამიანია მემარცხენე სივრცეში. თურმე რამდენი საინტერესო ადამიანია აკადემიური კვლევის სივრცეში. ახლებიც ეხლა რომ შემოემატენ ჩვენ საზოგადოებას, აი ამ ჯგუფებზეა ლაპარაკი და ჩვენ შეგვიძლია ისინი მოვიწვიოთ. ჩვენ შეგვიძლია ეს საერთო სადისკუსიო პლატფორმით გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ეს ეთერს მიღმა გავაკეთოთ, მაგრამ დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ როგორ შევასრულოთ არა უბრალოდ პირდაპირ საზოგადოების დაკვეთა, არამედ როგორ მოვემსახუროთ საზოგადოების საჭიროებას. თორე პირდაპირ ესე მიკვეთავს სერიალს და მივცემ სერიალს, ვერავინ ვერ დაასწრებს კომერციულ მაუწყებელს, რომ ის გააკეთოს, რასაც დააკლიკავენ, რასაც გადართავენ და რაც მას მეტ რეკლამას მოუტანს. ჩემი როლი როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ზუსტად ეს არის, რომ რასაც მაინც და მაინც კომერციული ღირებულება არ აქვს, მაგრამ საზოგადოების განვითარების ღირებულება აქვს, იქ ის ვიპოვო და იმას ვემსახურო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვისმინეთ, მოგწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები ამ საკითხთან, სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით საინტერესო თემებით. მადლობა.